არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ვიტყვი ახლა, მაგრამ გაგიზიარებ ჩემ პირად გამოცდილებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად მე მაგალითად ჩემი მაქსიმალური კაპიტალი, რაც გამაჩნდა, ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი დავხარჯე $2500, რაც მამაჩემმა მომცა იმისთვის, რომ რაღაცა ჩემს პარტნიორთან ერთად $5000 გაგვეკეთებინა ბუდკა. ეს იყო ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ბიზნესების კუთხით მამაჩემის მხრიდან. მე უბრალოდ არ ვთხოვდი მას, თორე შეიძლება სხვა მხარდაჭერაც ყოფილიყო. თუმცა ყველაზე მთავარი მხარდაჭერა რაც კი ყოფილა მამაჩემის მხრიდან, ეს იყო დაფინანსება ჩემი განათლების. სწავლობდი ჩემი აზრით საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის პროგრამაზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ძალიან რა თქმა უნდა დამეხმარა ეს პროგრამა ცხოვრებაში. თუმცა რაც შეეხება თანხას, საწყის თანხას, რეალურად მე თითქმის არ გამაჩნდა არანაირი საწყისი თანხა არც ერთი ბიზნესის დასაწყებად. ეს იყო ალბათ რა ვიცი, ყველაზე დიდი რაც კი დამიხარჯავს ასე დროს იყო $500, ალბათ ყველაზე ბევრი, $500-იც ალბათ ბევრია. ძირითადად მიდის ბიზნესის დასაწყებად, განსაკუთრებით როცა არ აქვს ფინანსური რესურსი, მიდის შენი დრო და ასე ვთქვათ ის რაღაცა ცოდნაში გატარებული დრო ასევე რომ შეისწავლო ესა თუ ის საკითხი და ჩემი აზრით ნებისმიერი ბიზნესის გამომდინარეობს რეალურად იმ რესურსებიდან რაც შენ გაგაჩნია. ამიტომ რეალურად აი ახლა იყო ნათქვამი ნათესაობაზე, საწყის კაპიტალზე, ნაცნობობაზე, არანაირი ნაცნობობა, არანაირი საწყისი კაპიტალი და არანაირი ფუადი, ასე ვთქვათ, მსხვილი მხარდაჭერა ჩემი მშობლებისგან მე არ მქონია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე მომცეს, ეს არის განათლება, დააფინანსეს ჩემი უნივერსიტეტის განათლება თავისუფალ უნივერსიტეტში. ეს იყო ყველაზე მთავარი. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, რომ ასე ვთქვათ, ზოგადად აღმზარდეს, როგორც აღმზარდეს. რაც შეეხება ბიზნესს, უნდა გამოვდიოდეთ ისევ კიდევ გავიმეორებ რესურსებიდან, რაც ჩვენ გაგვაჩნია პირადად, ხო? შეიძლება ვიღაცას, ანუ ვიცნობთ ისეთ ადამიანს, ვინც რაღაცაში არის პროფესიონალი, ხო? რაღაცა ისეთი ვიცით, რაც სხვამ არ იცის. რაღაცა ისეთი გაგვაჩნია უნიკალური, რაც არ გაგვაჩნია და ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავაიდენტიფიციროთ კარგად, რა რესურსები გაგვაჩნია და რა რესურსები უნდა მივიღოთ დამატებით იმისათვის, რომ ესა თუ ეს ბიზნესი დავიწყოთ თუ გამოგვივიდეს. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი კომპეტენცია გვაქვს და უნდა განავითაროთ ეს კომპეტენცია, უფრო მეტი ადამიანი გავიცნოთ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ფუადი რესურსი მოვიზიდოთ და ასე შემდეგ. ახლა ეს ასე ვთქვათ, არ არის პანაცეა და 100%-იანი ფორმულა, თუმცა ეს არის რითიც მე ვხემძღვანელობ და რაც ჩემი აზრით არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რესურსების სწორად გაანალიზება რა გვაქვს, ვინ გვყავს ჩვენს ირგვლივ, რა რესურსი გაგვაჩნია და ამ რესურსის იმ დონემდე მიყვანა, რომ რაღაცა შევძლოთ, რომ შევქნათ. ყველას წარმატებები.